მოგესალმებით. როგორ ხართ? დღეს მინდა გისაუბროთ ანგელოზებზე და იმ მინიშნებებზე, რაც მენიშნება ზოგადად, რაც ჩემში იყო და ვერ ვარქმევდი სახელს. მოკალად დიდი შეგიძლიათ დაიცინოთ თუ გეცინებათ ამ ჯურჯულზე, მაგრამ ნამდვილად ღირს ამის მოსმენა გიზიარებთ ჩემს პირად გამოცდილებას და ვისაუბროთ ენერგიებზე და ანგელოზებზე. როდესაც YouTube-ში შევდივარ, ხომ არის როდესაც ნახულობ რაღაცას და მიმდინარე თემატიკებს გიგდებს. მე სულაც არ ჩამიწერია არაფერი ანგელოზებზე და რაღაცნაირად თავი შემახსენა იმ ჩემმა ბავშვობის სიღრმემ, ცოდნამ და უნდა მივაქციო ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უფრო თითობაში ყურადღება რადგანაც თუ როგორ შეიგრძნო ოფლის ანგელოზი, ზოგადად ანგელოზი, რომ შენთან არის, აგიხსნით ჩემი შეგრძნებიდან გამომდინარე. ჯერ მინდა რომ გავწმინდო ოთახი. მე ვიყენებ სადიას ჭხირებს, რომელიც არაჩვეულებრივია და არანებს ჯანმრთელობას თავის შემადგენლობიდან გამომდინარე. გამოიყურება ესე. მე გაგწმინდო შენ ახლა ამ ენერგიით და შთაგაგონებ, რომ თუ კი რაიმე ნეგატივი გაქვს ამ ძამიდან იწმინდები. სანთლების თითქმის ბევრი კოლექცია მოგზავნო, ძალიან მიყვარს და ჩემს სანთელს მტვერიც კი მოეკიდა იმდენად მიმავიწყდა ეს სანთელი და არ დამავიწყდება ერთ-ერთ გაშლაზე, როცა პირადი კონსულტაცია მქონდა. თუ მის მესის გოგონა მოვიკითხავ, რადგანაც იცნობს ამას აუცილებლად. მას ჰქონდა პრობლემები და მოკლედ ჩემი ინიციატივით ეს ჩემი სანთელი იყო ოთახის, ამაზე გავაკეთე კონსულტაცია და დღეს ყველაფერი იდეალურად აქვს და მე მინდა რომ ამ სანთლის მადლი და წყალი თქვენს გადმოგესხათ. ყველას გისურვებთ ორმხრივ სიყვარულს, მშვიდობას. მე აუცილებლად მინიშნებად მოვიღებ ამ ორაკულს, ეს ჩემია, პირადად ჩემია, ამიტომ დღეს გაგიზიარებთ. მზიანი ამიტია ჩემთანაც და ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ესეც მინიშნება, რომ გავიგოთ, რომ ანგელოზი არის შენთან. ჩვენ ადამიანები მაინც ისეთები ვართ, რომ გვიყვარს შენიშვნები, დაკვირვებები, კრიტიკა, რა თქმა უნდა, მეც მახასიათებ და ეხლაც მახასიათებს, მაგრამ ფიქრობ უფრო ჯანსაღად, ვიდრე საერთოდ არ თქონდა, რამას ვერანაირად ვერ ვიტყვი და ხანდახან ეს მდგომარეობაც ადამიანურია და მსიამოვნებს, მაგრამ ნახე, თუნდაც
როცა სხვაზე რამე მithქვამს ან კრიტიკით მოყოლა მინდოდა ან განაწყენებით თუნდაც ჩემზე რამე რომ მეთქვა და გამეზიარებინ ადამიანზე ჩემი შინაგანი ხმა მეუბნებოდა რომ გაჩერდი არ თქვა რამოდენიმეჯერ დაუფიქრდი ამას ჯერ დავარქვი ინტუიცია ჩემი დღევანდელი დაკვირვებიდან ინტუიცია ჩვენი მფარველი ანგელოზია აქედან გამომდინარე დღესდღეობით მე დავასკვენი ის რომ ძალიან მარტივია ყველაფერი და არ უნდა იმის წარმოქმნა რომ როგორი იგრძნო რომ ანგელოზი შენთან არის ეს არ ნიშნავს როგორც ხატებზეა გამოსახული თეთრი არსებები რომ ირგვლივ განათებულია რა თქმა უნდა ასეთ მდგომარეობას ჩვენ ვერ დავინახავთ მაგრამ ეს არის შენი ინტუიცია შენი შინაგანი მდგომარეობა როდესაც შენ ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო რა არის ცუდი და რა არის კარგი რა თქმა უნდა ყოფილა ბევრჯერ ისეც რომ აი მართლა გადაურჩენი ვარ ანგელოზს აქ არის არაჩვეულებრივი მე ქალაქი მეკონა დღემდე მაგრამ სოფელიაო ეთხეთა წაწერეთ ეთხეთა საფრანგეთში რომელიც არის ულამაზესი და ძალიან მაღალ მთაზეა და იმ მთას რო გადმოხედავ უბრალოდ მდიდარ რო გადაიხედავ არის რაღაცა საოცარი მომწვანო მოცისფრო ოკეანე და აი როგორც ყველა გოგო ავიღე ტელეფონი და ვიღებ ვიდეოს მივდივარ ისე მივდივარ რომ აი უკან არ ვიხედები და ჩემი მეუღლე ჩემი შვილი წინ არიან და როგორ მახსოვს ესეთი მოწყვეტილი ენთუზიაზმით ვიღებ ამ ვიდეოს რომ როგორი კარგი ვარ და ირგვლივ ოკეანეა და თან ეს ყველაფერი ახლაც მაგას ვიდეო დაფიქსირებული მაქვს და უცებ რაღაცნაირად გავჩერდი და ზუსტად გავჩერდი აი წარმოიდგინეთ აი ეს რო არის მთლიანი მთა და აი აქ რო უკვე არ ვიცი ძალიან დიდი მანძილით არის უკვე როგორ თქვა აი გადავარდები სადღაც ისე რომ ვერავინ ვერ გიპოვის და ზუსტად აი აქ გავჩერდი და გადავიხედე და ჩემს წინ იყო დიდი მანძილი რაღაცა უსასრულო მანძილი და ოკეანე არ ვიცი როგორ შევინარჩუნე წონასწორობა ჩვეულებრივად დავიხიე უკან და გავიკეცი ჩემს ოჯახთან და მოვყევი ესე მოვყევი როგორ თქვა არ ვიყავი ძალიან პატარა რა ერთი 4 წლის 5 წლის მაქსიმუმ ამბობს ყვები რომ მაგალითად არ გაგიაზრებინა თუ რას გადარჩა ვერავინ ვერ მიპონიდა რა თქმა უნდა ასეთი ბევრი მინიშნება იყო და იმის დაიგნორება რომ რაღაც არსებობს უბრალოდ შეუძლებელია და არ შეიძლება რომ არ მივაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღება როგორ გვეხმარებიან ანგელოზები ანგელოზი არის ერთი რომელიც რო დაიბადე თითქოს გაკურთხეს და გყავს მაგრამ როგორც გავიგე მერე ადამიანი შეიძლება 7 და 9 ანგელოზი წავდეს თურმე და ყველა სხვადასხვა მისიას ემსახურება დღეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინე და მინდა გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით რომ თუ შენ ანგელოზს არ მიცემ კონკრეტულ დავალებას რა შეგინდა რომ ხელი მოგიმართოს დაგიცოს ანუ თურმე შენ დააკვება მაგრამ კონკრეტულად თუ შენ არ მიცემ იმართულებას არ ერევა თურმე ადამიანის ცხოვრებაში და
ის რაც ხდება რომ ანგელოზი ემი რო გადამარჩინა, ანუ რა თქმა უნდა ეს უკვე სხვა ისტორია, უფრო რაც გაწერია და მე ჯერ რა თქმა უნდა რომ ადამიანებიც ქმნიან თავის ბედს, მაგრამ ის რაც ზემოდან გაწერია მაღალი ძალებით, ეს ხელშეუხებელია და ისიც არსებობს. მე მაგაში არაერთხელ დავრწმუნდი. ანგელოს უნდა მეიმართო კონკრეტულად. რაში დაგეხმაროს? და მაშინ გეხმარება თურმე. ის არასდროს არ არღვევს შენს ნებას. მოვიყვან მარტივ მაგალითს. რა თქმა უნდა მე იმდენ კონსულტაციას ვატარებ, რომ რამდენი კონსულტაცია, იმდენი ქალია, იმდენი მამაკაცია და იმდენი აზრია. მაგრამ როცა მე მთხოვენ, არ ვიცი საიდან გამოვგდეს დასკვნები, ითხოვენ რომ აი რაღაცა გამიგეთე ისეთი რომ დამიბრუნე ადამიანი, დაბრუნდეს, უყვარდე, უნდოდე და ყველას ვეუბნები რომ ანუ არ შეიძლება ის. უკვე შევსაკიჩდება ასეთი სურვილები არ არის ეს ჩანსაღი მდგომარეობა სიბოროტეა. იმიტომ რომ შენ არ ხარ ისეთი განსაკუთრებული რომ ესე შეიძლება გქონდეს სურვილი, ვინც შენ გიყვარს, იმას უყვარდე, მაგრამ ეს მოითხოვ არ შეიძლება. შესაბამისად ამას აქვს დასჭითი კანონი არ შეიძლება, ამიტომ დაუკვირდით ზოგჯერ დაშინებით რაღაცას რო ითხოვთ. რატომ გინდათ ეს და იმ სხვა ადამიანსაც რაც უნდა საწყენი იყოს თავისი აზრი გააჩნია და თავისი სურვილები, თავისი გემოვნება აქვს. ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით დღესდღეობით ძალიან ბევრი ინფორმაცია და ზოგჯერ ვიკარგებით ამ ინფორმაციებიდან. აი პოდკასტებსაც რომ ვუსმენ, მე მაოცებს ზოგჯერ ამდენი ადამიანია, რომ აი გამოხატავს გაოცებას, სიხარულს ისეთ სიტყვებში და ისეთ ინფორმაციებში, რაც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან აცნობი. რა თქმა უნდა მე ეს ყველაფერი დღეს არ მაინტერესებს, მაგრამ ისიც მივხვდი რომ თუ მე რამე მესმოდა და მესმის, ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა მიცის ეს. მაგრამ რაღაცებს გებულობ სწორად, ყველაფერს თავისი სახელი ქვია და მეხიმება ხოლმე რომ თურმე ეს რა ყოფილა. დღეს იმდენად ღვთაებრივი ჩემი ენერგიები ვიგრძენი. უბლისად მე საოცარი რწმენდა და ნდობა. დღეს არ ვიცი თუ გითხარით, მაგრამ ყაზანის ღვთისმშობლის ხსენების დღეა. ყველას გილოცავთ მრავლს დაესწარით. ძალიან მიყვარს განსაკუთრებით პირველი ჩემი მოვალე ღვთისმშობელია და შემდეგ ყაზანის ღვთისმშობლის მიმართ განსაკუთრებული ემოცია მაქვს და ნდობა. ღვთისმშობელი რა თქმა უნდა ერთია როგორც უფალი. მაგრამ ხატებზე როგორც გადმოცემენ და როგორც არის დაწერილი თავისებურ განწყობას მაინც გვიქმნიან. ახალი მოსული ვარ სამსახურიდან და აი ეს სიმშვიდე, ეს ენერგოველი ახლა რაც ჩემთან არის. ძალიან მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. დავადგინე ჩემი წლის და ყველა დეტალის ციფრი და რომ წავიკითხე ჩემი მისია და დანიშნულება, რასაც ვაკეთებ თითქმის ახლოს არის, ანუ ეს ტყუილად არ მომხდარა და არ ამირჩევია. რა თქმა უნდა ამაში თქვენ უღრმეს მადლობას გიხდით. ჩვენ ერთად ამდენი წელი მოვდივართ და მე როგორც სახალხო დაქალი ვაღიარებ, რომ თქვენს გარეშე მაინც არაფერი არ იქნებოდა. მაგრამ არასდროს არ დაიგნოროთ თქვენ შიგნით არსებული
მომინდა და სიახლო, ესე იგი ეს არის მანიშნებელი, რომ მისგან თავშორს უნდა დავიჭირო. მე ვინდობი ჩემს კეთილს რახვებს და საოცრად კმაყოფილი ვარ ჩემი შეგრძნებებით. მადლიერი ვარ უფლის. მადლიერი ვარ ყველაფრის, იმიტომ რომ როგორც ცუდი, ისევე კარგი, რასაც ვაკეთებ და გამიკეთებია. ყველაფერი გულიდან მომდის და არა შეუგნებლად და აი რაღაცა ისე შემთხვევით. აუცილებელია საკუთარ თავთან იყო მართალი. აუცილებელია აღიარო ყველაფერი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომებით სწავლობ. მე არც მახსენდება შემთხვევით რა შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ყველაფერი შეგნებულად გამიკეთებია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს პანელს და ნათელფონებას ვაერთიანებ და ეს მე ვარ. ასევე თქვენშიც არის ეს. თამაში არაფერი არ არის მიუღებელი. მაგრამ ყოველთვის შეგიძლია გაარჩიო. რომელ მხარეს გაიხედო, მარცხნივ თუ მარჯვნივ. აი ეს არის შენი აზროვნება, ინტუიცია და სინთეზი. რომ მიგრძნო, შენთან არის თუ არა ანგელოზი. ჩემი დიდი მადლიერება სამყაროს, ოპალს, პარალ ანგელოზებს და თქვენ ოპალი გფარავდეთ. მშვიდობას გისურვებთ და გიგზავნით სიყვარულს. თუ გევინმეს გაქვთ თქვენი შეგრძნებები,